Receive the message of truth. Georgian language. თუ ყველა ისეთი ქრისტიანია, როგორიც ფიქრობს. იესო დაგიძახებდათ ძმებო. ებრაელები 2:11 რადგანაც ვინც განწმენდს და განწმენდილნი, ყველა ერთია, რის გამოც მას არ რცხვენია მათი ძმები უწოდოს. თითოეულ ქრისტიანს სულიწმიდა ასწავლის. თქვენ გეცოდინებათ სიმართლე ახალი აღთქმის შესახებ. 1 კორინთელთა 2:13 ამას ჩვენც ვამბობთ არა სიტყვებით, რომლებსაც ადამიანის სიბრძნე გვასწავლის, არამედ სულიწმიდას გვასწავლის, სულიერს შევადარებთ სულიერს. იოანე 14:26 ხოლო შემწეს სულიწმიდა, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, გასწავლით ყველაფერს და გახსენებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით. ყოველი ადამიანი გაივლის განწმენდის პროცესს სულიწმიდისა და ჭეშმარიტების მიერ. იოანე 17:19 და მათი გულისთვის მე განწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც განიწმინდონ ჭეშმარიტებით. რომაელთა 15:16 რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებისთვის, ღვთისმსახარების მომსახურე, რათა წარმართა შესაწირავი იყოს მისაღები განწმენდილი სულიწმიდით. თქვენ იქნებით ნამდვილი თაყვანის მცემლები. იოანე 4:23 მაგრამ მოდი შეამიდა დადგა, როცა ჭეშმარიტი თაყვანის მცემლები თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამა ასეთებს ეძებს, რათა თაყვანი სცენ მას. დიდი ალბათობით თითოეული ქრისტიანი დაზარალდება, რადგან ეს განწმენდის ნაწილია. 1 პეტრე 4:16 მაგრამ თუ ვინმე იტანჯება როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება არამედ ადიდოს ღმერთი ამ საქმეში. არავინ უნდა იყოს ეგოისტი ან ქედმაღალი. ფილიპელები 2:2 შეასრულეთ ჩემი სიხარული იმით, რომ ვიყოთ თანამოაზრეები, ერთნაირი სიყვარული, ერთსულოვნება. განწმენდის პროცესის შემდეგ თქვენ ხდებით წმინდანი. 1 კორინთელები 6:19 ანუ არიცით, რომ თქვენი სხეული არის თქვენში მყოფი სულიწმიდის ტაძარი, რომელიც თქვენ გაქვთ ღვთისგან და არ ხართ თქვენი. 1 კორინთელები 3:17 თუ ვინმე ბილწავს ღვთის ტაძარს, ღმერთი დაანგრევს მას. ვინაიდან ღვთის ტაძარი წმიდაა, თქვენ რომელი ტაძარი ხართ. ეფესელთა 2:20-22 მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე აგებული, მთავარი ქვაკუთხედი თავად იესო ქრისტეა, 21 რომელშიც მთელი ნაგებობა, ერთად შეწყობილი, იზრდება წმინდა ტაძრად უფალში, 22 რომელშიც თქვენც ერთად აშენდებით ღვთის საცხოვრებლად სულში. მაგრამ ყველა მორწმუნეა და არა ქრისტიანი. რატომ? მრავალმა კონფესიამ ყველას უნდა უთხრას, რომ ადამიანი ყველაფერს თავისი გზით აკეთებს. არავის აქვს სიმართლის სული. ყველა ხედავს ღმერთს თავისი გზით და არ ესმის იესოს გზა. პასტორები და წინამძღოლები დგანან თავიანთი მრევლის წინ და საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ და თავიანთ მრევლს ქრისტიანებს უწოდებენ. მათ არ ესმით ახალი აღთქმა და წარმოდგენაც არ აქვთ, რა არის ღვთის სამეფო. ისინი მდიდრდებიან ცრუ ინფორმაციის მოწოდებით. ქრისტიანი პასტორები და წინამძღოლები ასობით წლის განმავლობაში არ მიაყენებდნენ სექსუალურ ზიანს ბიჭებსა და გოგოებს და ასე განაგრძობენ დღესაც. ქრისტიანი პასტორები და წინამძღოლები არ გამდიდრდებიან თავიანთი კრებიდან. მათ არ შეეძლოთ წიგნების გაყიდვა, რადგან ყველას ასწავლიდა სულიწმიდას და იცოდა სიმართლე, რადგან ისინი ქრისტიანები არიან. პასტორები და წინამძღოლები წლების განმავლობაში არ ჩაიდებდნენ სულიწმიდის გმობას თავიანთი მრევლისა და ტელევიზიის მიმდევრების წინაშე. ლუკა 6:39 და მან უთხრა მათ იგავი, შეიძლება ბრმას გაუძღვეს. განა ორივე არ ჩავარდებიან თხრილში. რატომ არის ამდენი მკვლელობა და ცრურწმენა ეკლესიაში, როცა თქვენ თავს ქრისტიანებს უწოდებთ? რატომ აკეთებენ პასტორები და ლიდერები ფიზიკურ წყალში ნათლობას, თუ ისინი ქრისტიანები არიან? რატომ უწოდებენ ეკლესიაში ჰომოსექსუალი ქალები და მამაკაცები თავს ქრისტიანებს? რატომ არიან ქალები პასტორები და ლიდერები, რომლებიც აკონტროლებენ კაცებს ეკლესიაში, თუ ყველა ქრისტიანია? ქალებს არ უნდა ჰქონდეთ ძალაუფლება მამაკაცებზე ქრისტეს სხეულში. ადამიანი ფიზიკურად ცდილობს გახდეს ქრისტიანი, მაგრამ ეს არ ხდება. როგორც რომაელთა 8:8-ია ნათქვამი, მას ხორციელად მყოფნი ვერ ასიამოვნებენ ღმერთს. მხოლოდ სულიერად შეიძლება გახდე ქრისტიანი. თქვენ გჭირდებათ ქრისტეს სული, ღვთის სული და ჭეშმარიტების სული, რომ გახდეთ ქრისტიანი. მათეო 28:19-20 გაძლევთ ქრისტიანის განმარტებას. მათეო 28:19-20 ამბობს, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით, 20 ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გიბრძანეთ, და აჰა, მე შენთან ვარ მუდამ, საუკუნის აღსასრულამდეც კი. ამინ. ღმერთი ცხადყოფს, რომ ღვთის სულითა და ჭეშმარიტების სულით ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან.
იოანეს 4:23-24 ნათქვამია, მაგრამ მოდი შემიდა დადგა, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამა ასეთებს ეძებს, რათა თაყვანისცენ მას. 24 ღმერთი სულია და ვინც მას თაყვანს სცემს, სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცეს თაყვანი. 1 კორინთელები 2:14 მაგრამ ბუნებრივი ადამიანი არ იღებს ღვთის სულიერ ნივთებს, რადგანაც ის ვერ იცნობს მათ, რადგან თქვენ შეგიძლიათ იყოთ სრულყოფილი ადამიანი. თუ კი თქვენი შემოსავლის ნახევარს აძლევთ ღარიბებს ყოველ კვირას და არ კითხულობთ აღთქმის წერილები ყოველ დღე შთაგონებისთვის, თქვენ მუდმივად ლოცულობთ, მაგრამ არ გესმით თქვენი სულიერი ნაწილი და არ ესმით ახალი აღთქმა. დიდხანს გქონდა სიცოცხლე და ბოლოს მოკვდი. ხალხი ამბობს, რომ კარგი ქრისტიანი ხარ. უპირველეს ყოვლისა, თქვენ ვერ გახდებით ქრისტიანი თქვენი ფიზიკური სხეულით. მეორეც, თქვენ უნდა იყოთ წმინდანი, რომ იაროთ ღმერთთან და უფალი იესო ქრისტესთან. იესო მოდის მხოლოდ წმინდანებისთვის. თქვენს ფიზიკურ სხეულს არ შეუძლია მიიღოს ქრისტეს სული, ღვთის სული და ჭეშმარიტების სული, რომლებიც საჭიროა გახდეთ ნამდვილი ქრისტიანი და შემდეგ წმინდანი. იოანეს 3:6 ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია. არ შეიძლება ხორცისა და სულის შერევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ არ შეგიძლიათ შეურიოთ თქვენი ფიზიკური სხეული თქვენ სულიერ სხეულს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ქრისტიანი მხოლოდ სულიერად,